გრძელდება საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან აქ და მათ სიმბოლურად ღამე გაათენეს 9 აპრილს, რათა პატივი მიეგოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც რუსული არმია შემოვიდა რუსთაველის გამზირზე. მათ ღამის განმავლობაში აღავლინეს პარაკლისი, მოიტანეს ყვავილები, ასევე იმ ადამიანების სურათები, რომლებიც 1989 წელს დაიღუპნენ. დილიდან კი უკვე მათ უერთდებათ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ისინი მოდიან, რათა პატივი მიაგონ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1989 წელს დაიღუპნენ, ასევე აქ არიან იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც მიმდინარე აქციებისას იქნენ დაკავებულნი, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი თავიანთი ოჯახის წევრებს, თავიანთ შვილებს, დებს, მეუღლეებს არ მიიჩნევენ დამნაშავეებად და ისინი მათ უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დღის განმავლობაში დილის საათებში იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც დაიძაბა აქ მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც 9 აპრილის მემორიალთან გამოჩნდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და ასევე ქართული ოცნების საკრებულოს წარმომადგენლები. ისინი აქციის მონაწილეებმა ადგილიდან გააძევეს და არ მიცეს საშუალება, რომ ყვავილები მიეტანათ 9 აპრილის მემორიალთან, როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ქართული ოცნების ლიდერებს არ აქვთ უფლება, რომ დღეს მოვიდნენ 9 აპრილს და პატივი მიაგონ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპნენ. ხარვა, მაგრამ დღეს ისე გვიწევს აქ დგომა, ჩვენი ბებიაბაბუებიდან აქ იცავდნენ ჩვენს ენას, ისე იმ სიტუაციაში ვართ, რომ კბილებით გვიწევს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვა და ვხედავთ, რომ მიდის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი ბელარუსიზაცია, რაც ჩვენ არ გვინდა. ქართველი ხალხი ვართ, თავისუფალი ხალხი და ვიმსახურებთ თავისუფალ ქვეყანას. ამისთვის გავართ აქ და ვიდგებით მანამ, სანამ ამას არ მივაღწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყავი დაბადებული მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები საკუთარი სიცოცხლის ფასაც იცავდნენ ამ ქვეყანას სუფთა ხელებით. განცდამ აქ, რომ თითქოს ეს ბრძოლა, რაც ესტაფეტასავით გადმოეცა ახალ თაობას და იქამდე გადაეცემა, სანამ ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ იქნება გარანტირებული და არ იქნება საფრთხის ქვეშ და ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის დაცვა სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ის გმირობა, რაც 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის არის უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამ დღეს ქართველი ერის ერთსულოვნებამ, ეროვნული მოძრაობის ლიდერების ხელმძღვანელობით მოიტანა ის შედეგი, რომ საქართველოს დღეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქ სწორად აღნიშნავენ ხოლმე, როდესაც 99 წლის 9 აპრილი და 91 წლის 9 აპრილი ერთმანეთისგან არ უნდა განვასხვაო თავისი მნიშვნელობით. ერთნი, რომლებიც დღესაც საქართველოს რუსეთის ვასალ სახელმწიფო წარმოაჩენენ, მხოლოდ გლოვობენ 9 აპრილს, ხოლო ვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს და ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა იყოს ცივილიზებული თანამეგობრობის წევრი, ამ დღეს აღნიშნავენ როგორც ეროვნული აღზევების და დამოუკიდებლობის დღეს. სულ რამდენიმე წუთის წინ აქ შეკრებილმა მოსახლეობამ დადო ფიცი, მათ დადეს ფიცი, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და არ გაჩერდებიან მანამდე, სანამ საქართველო არ იქნება სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ პოლიტპატიმარი არ იქნება გათავისუფლებული. აქ წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სექტორის
წარმომადგენლები აქციაზე, მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც, რომლებმაც ასევე გაათენეს რამე აქ წუხდა და ისინი ამბობენ, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და დღევანდელი ბრძოლაც, დღევანდელი საპროტესტო აქციაც არის იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც დაიწყო 80-იანი წლების ბოლოში. 16 წელი საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მოგვიტანეს დღემდე ქვეყნის ღირსება, ჩვენი თავისუფლება და დღეს უკვე პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, მთელი ქართული საზოგადოება, ვინც სწორ მხარეს დგას, საქართველოს მხარეს დგას, იბრძვის, აგრძელებს ამ ბრძოლას. ძალიან მძიმეა უყურო როგორ აპირისპირებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მანქანები ცდილობს გააღვივოს ეს შუღლი. ძალიან სირცხვილია. პირველად მთელი სიცხადით სამშობლო შემოვიდა ჩემში ზუსტად მაშინ ვიგრძენი რა არის სამშობლო, ეს იყო ტკივილი, ტრაგედია. იმ დროს ასე გავიაზრე და ზუსტად იგივე შეგრძნება მიბრუნდება და დამიბრუნდა დღესაც, როდესაც აი აქ ვდგავარ. იმიტომ რომ დამოუკიდებლობას, ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. შეიძლება ალესილი ნიჩბებით არ მოდიან ახლა, მაგრამ მოდიან ტერორით, მოდიან დრაკონული კანონებით, მოდიან დაპატიმრებებით, მოდიან რეპრესიებით. ასე რომ დღეს ზუსტად ისევე გვაქვს დასაცავი ჩვენი სამშობლო, როგორც 36 წლის წინ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პირველ რიგში მთლიანად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. და აქ იმყოფებიან პოლიტპატიმრების მშობლები და დღეს ჩვენ ვიბრძვით ამ დამოუკიდებლობის დასაცავად. ვიბრძვით იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა ძლიერ მეგობრებთან ერთად. და დღევანდელი დღე შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათუ უკან დახევას არ ვაპირებთ, ვაპირებთ გამარჯვებისთვის ბრძოლას, საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლას. საპროტესტო აქციაზე გრძელდება სიტყვით გამოსვლები, აქ შეკრებილები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ არ დაიშალონ და ისინი აპირებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში იყვნენ რუსთაველის გამზირზე, სწორედ 9 აპრილს და საღამოს კიდევ იგეგმება რამდენიმე მარში, რომელიც მოვა სწორედ აქ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე ისინი აცხადებენ, რომ აქ ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და პატივი მიაგოს 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. თუმცა ისინი როგორც თავად ამბობენ არ მიუშვებენ ქართული ოცნების ლიდერებსა და წარმომადგენლებს.